აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოში მორიგის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა მნიშვნელოვან სამოქმედო გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. დაიგეგმა შეხვედრების სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც ცენტრალურ, ასევე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასთან. აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭო რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანი აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდაცია, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ქართულ-აფხაზური შეხვედრების ორგანიზება და მეტი სამშვიდობო ინიციატივების დანერგვა. ჩვენი საზოგადოებისთან ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ და მე მადლიერი ვარ ჩვენი აფხაზეთის საზოგადოების კიდევ ერთი შეხვედრის იმისთვის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ერთობლივად ყველა ის საკითხები რომელიც ძალიან აქტუალურია ჩვენი დევნილთა ყოფიერი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და იმ მშვიდობის პოლიტიკის მიმავალ გზაზე სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის რომელზეც ჩვენ ერთობლივად მუშაობთ სამინისტრო ყოველთვის მზად არის რომ ხელი შეუწყოს ყველა ამ ინიციატივებს და ამ კუთხით ჩვენი აქტიური ჩართულობა რა თქმა უნდა იქნება ყოფილი და მზად ვართ ანგარიში გაუწიოთ ყველა იმ საკითხს რომელიც ჩვენ წინაშე დასმული იქნება. ეს არის ის პროგრამები რომლებიც ჩვენ დასახული გქონდა და რომელთაც რეალიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკებების ინტენსიურობას და მათ გაზრდას. აქ არის სხვადასხვა მიმართულების საკითხები, სერიოზული, სადაც ჩართული ვყავთ ჩვენ ყველა ის მნიშვნელოვანი ხალხი და სპეციალისტები აფხაზეთიდან, რომლებიც სარგებლობენ ავტორიტეტით როგორც აქ, ისე ენგურს გაღმა. ყველა ამ საკითხებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქვს ძალიან დიდი რეზონანსი. ანალიზი გავაკეთეთ დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის შესახებ და შესაბამისად ის გეგმები, რაც ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან მიმართებაში, მოგეხსენებათ ეს მრავალასპექტიანია. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ყველა იმ უწყებასთან, სახელმწიფო უწყებასთან, რომელიც აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობს და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა ტემპი გაიზარდოს იმ კუთხით, რომ დევნილი საზოგადოება ერთ მხრივ და აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.